შუხუთში აღდგომის დილაა. 74 წლის ნანა ბებო სამზარეულოს მაგიდაზე წითელ კვერცხს დებს. მისი შვილიშვილი მარიამი ზღურბლიდან უყურებს. ართან ტყავის ბურთიდევს ისეთი მძიმე, რომ ბავშვი ერთ ასწრავს. აღდგომა დღეს სოფლის კაცები ლელოს თამაშობენ. 16 კილოგრამიანი ბურთი. აქ არც მოედანია, არც მსაჯი და არც წესები, რომლებზეც ვინმე ოდესმე შეთანხმებულა. სოფლის ორი მხარე ერთმანეთს ეჯიბრება, რომ ლელო ღელეებში, ღობეებსა და ტალახში ათრიონ. ერანგები იხევა, ცხვირებიდან სისხლი მოდის. ნანა ხის ღობესთან დგას და მარიამს მხარზე ხელს ადევს. თამაში სრულდება. ვიღაც იმარჯვებს, თუმცა ბურთი გამარჯვებულს არჩება. კაცები სასაფლაოსკენ ჩუმად მიდიან. ბურთი გიორგის საფლავზე მიაქვთ. ნანა ბებოს ქმრის, რომელიც იმ ზამთარს გარდაიცვალა. მას საფლავის ქვაზე დებენ. გამარჯვება მიცვალებულებს ეკუთვნით. ნანა განსასვენებელთან მუხს იყრის. ბურთის გვერდით წითელ კვერცხს დებს. ცივ ქვაზე ორი შესაწირია, სოფლისა და მისი. მარიამი ბებოს მხარზე პატარა ხელს ადევს. ყოველ წელს ბურთი ახალ საფლავს პოულობს. სოფელს ის ყოველთვის იქ მიაქვს. შუხუთში აღდგომა მხოლოდ იმაზე არ არის, ვინ აღდგა. ეს მათზე ხსოვნაა, ვინც ვეღარასდროს ადგება.